მოგესალმებით. Თქვენ უყურებთ გადაცემა ინტერვიუს, რომელიც რადიო თავისუფლების და საზოგადოებრივი მაუწყებლის ერთობლივი პროექტია. გადაცემას უძღვები მე სალომე ასათიანი. ჩვენი გადაცემის დღევანდელი გამოშვების სტუმარია გეორგი დერლუგიანი, სოციოლოგი, პუბლიცისტი, გლობალიზაციის მკვლევარი. დერლუგიანის პუბლიკაციას 2005 წელს ჩიკაგოს უნივერსიტეტის მიერ დაბეჭდილ წიგნს ბურდიეს ფარული თაყვანისმცემელი კავკასიაში ჟურნალ Foreign Affairs რეცენზენტმა უწოდა გონივრული, ორიგინალური და ძალიან შთამბეჭდავი კვლევა იმის თაობაზე თუ როგორ გაჩნდა ეთნიკური ძალადობა კავკასიაში საბჭოთა კავშირის კოლაფსის ფონზე. მსოფლიოს მღელვარე დრო დაუდგა. კონფლიქტები, ძალადობა, ეკონომიკური კრიზისები, ფუნდამენტალისტ ექსტრემიზმი და მემარჯვენე პოპულისტი ძალების აღზევება ამ დროის მთავარ მახასიათებლებს შორისაა. არის თუ არა რაიმე ლოგიკა ამ პროცესებში? როგორია ეკონომიკური და კულტურული გარემოებების როლი დღევანდელ მერყევ რეალობაში? და რა ფაქტორებმა განსაზღვრა ის განსხვავებული პოლიტიკური ტრაექტორია, რომელიც პოსტსაბჭოთა ქვეყნებს თუ რეგიონებს ერგო, მაგალითად ბალტიისპირეთში, კავკასიაში და შუა აზიაში. ამ და სხვა საკითხებზე ვესაუბრებით ჩვენს სტუმარს გეორგი დერლუგიანს. მოგესალმებით. მადლობთ რომ გვესტუმრეთ გადაცემაში. გმადლობთ მოწვევისთვის. დავიწყოთ მარტივი კითხვით თქვენ შესახებ. ამჟამად თბილისში იმყოფებით კავკასიური სახლის მიწვევით. კითხულობთ ლექციებს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. დასავლეთის აკადემიურ ცხოვრებაში ბრძანდებით პოსტსაბჭოთა ისტორიის აღიარებული ანალიტიკოსი. იკვლევთ კავკასიას, შუა აზიას, რუსეთს. და თან ამ რეგიონთან ბიოგრაფიაც გაკავშირებთ. თუ შეიძლება მოგვიყევით ამ კავშირზე და იმაზე თუ რა მოგცათ თქვენმა ბიოგრაფიამ დასავლეთის აკადემიურ სისტემაში მუშაობის თვალსაზრისით. Well, you probably know the great film Mimino and how it ends. ალბათ გინახავთ არაჩვეულებრივი ფილმი Mimino და გახსოვთ მისი ფინალი, როცა მფრინავს თვითმფრინავიდან გადახტომა სურს. ალბათ მეც რაღაც მსგავსი გადამხდა. ჩემი კარიერა ამერიკულ უნივერსიტეტში შედგა. იქ დღემდე ვასწავლი. მაგრამ თანდათან სულ უფრო მეტად ვუბრუნდები მშობლიურ რეგიონს. როგორც მკვლევარი თავიდან აფრიკით ვიყავი დაინტერესებული. ვარ მოზამბიკისა და აფრიკის სამხრეთ ნაწილის სპეციალისტი. თუ მკითხავთ რატომ? იმიტომ რომ საბჭოთა კავშირის პერიოდში ნებისმიერი სფერო, რომელიც მაქსიმალურად იყო მოშორებული ოფიციალურ იდეოლოგიას, უფრო პრესტიჟულად ითვლებოდა და იქ თავისუფლების ხარისხიც მეტი იყო. ვსწავლობდი პორტუგალიელთა კონტაქტებს აფრიკის სამეფოებთან მე-16 საუკუნეში. ამან თანდათან მიბიძგა მოზამბიკის სამოქალაქო ომის შესწავლისკენ. პირველი ომი, რომელიც ვნახე, აფრიკაში იყო. როცა ირგვლივ ტყვიები დაფრინავს, ძნელია არ დასვა შეკითხვა, ვინ ცდილობს მოკკლას. And it's very difficult not to ask the question who is trying to kill you when bullets are flying all around. უკან დავბრუნდი 1988 წელს, ქვეყანაში, რომელიც ფუნდამენტურად იყო შეცვლილი. ამ დროს მოულოდნელად უკვე საკუთრივ საბჭოთა კავშირი ემსგავსება აფრიკას. დავიწყეთ ჩასვლა სხვადასხვა რეგიონში, ყარაბაღში, ფერგანის ველზე, ჩეჩნეთში, აფხაზეთში. გვაწუხებდა იგივე კითხვები, რა ხდება იქ სინამდვილეში. რასაც გაზეთებში ვკითხულობდით, აზრს მოკლებულად გვეჩვენებოდა, ჩვენი გამოცდილებიდან გამომდინარე. იმ პერიოდში დიდი წარმატება მოვიპოვე, ეს ალბათ ჩემი ცხოვრების უდიდესი მიღწევა იყო. ჩემი დისერტაცია მოსკოვში კომპარტიის ცენტრალურმა კომიტეტმა გააკრიტიკა და ფაქტობრივად აკრძალა. მეორე დილი თვე პოპულარული გავხდი. ამ ამბავს მილოცავდნენ ცნობილი ავტორიტეტიანი, ჩემზე უფროსი მკვლევრები. ცენტრალური კომიტეტის მხრიდან აკრძალულ ავტორად გამოცხადება მართლაც დიდი პატივი იყო. მაგრამ ჩემთვის ეს უმუშევრად დარჩენასაც ნიშნავდა. 1990 წელს ამერიკის სოციოლოგთა ასოციაციის პრეზიდენტმა ნიუ-იორკში მიმიწვია, რათა იქ მეწარმოებინა კვლევა. მას შემდეგ ამერიკელი სოციოლოგი ვარ. President of American Sociological Association invited me to move to New York and do research there. So since then I became an American sociologist. თქვენი ბიოგრაფია ჩრდილოეთ კავკასიასაც უკავშირდება. ესეც უთხრათ მაყურებელს. Yes. Originally I'm from Krasnodar. My mother is Kuban Cossack. დიახ, წარმოშობით კრასნოდარიდან ვარ. დედაჩემი ყუბანელი კაზაკია. მამა სომხური ოჯახიდანაა. ისინი ლტოლვილები იყვნენ მაშინდელი აჭარის სამხრეთიდან, ართვინიდან. 1918 წელს გადავიდნენ ჩრდილოეთ კავკასიაში. გარკვეული თვალსაზრისით მე ნამდვილად საბჭოთა კაცი ვარ. ნახევრად უკრაინელი, ნახევრად სომეხი, რაც ალბათ ჭეშმარიტ სომხადაც მაქცევს. ვსწავლობდი მოსკოვში, კარიერა გავიკეთა ნიუ-იორკსა და ჩიკაგოში. მუშაობ არაბულ ქვეყანაში, აბუ-დაბიში და ერევანში სახლი ავიშენე. And I built a house in Yerevan.
თქვენ დიდი ხანია იკვლევთ გლობალიზაციის პროცესებს. მსოფლიოში ახლა შფოთვარე პერიოდია. ძალადობრივი კონფლიქტები, სირიის ომი, დასავლეთის ქვეყნებში ლიბერალური კონსენსუსის რღვევის ნიშნები, პოპულისტი მემარჯვენე ძალების აღზევება, დონალდ ტრამპის გამარჯვება შეერთებული შტატების საპრეზიდენტო არჩევნებში, ეს ყველაფერი ამჟამინდელი ეპოქის მახასიათებლებია. არის თუ არა რაიმე ლოგიკა ამ პროცესებში და ზოგადად საით მიდის მსოფლიო? თუ შეიძლება ასეთი კომპლექსური და ამავდროულად ბანალური კითხვა რომ დაგისვათ. Yes, the question is enormous. How should I say? Yes, the world is in trouble. ეს მართლაც უზარმაზარი მოცულობის კითხვაა. დიახ, მსოფლიო განსაცდელშია. ვისაც შესაბამისი ასაკი და საბჭოთა კავშირში ცხოვრების გამოცდილება გვაქვს, გვახსოვს, რომ მაშინ ყველა ნორმალურ ქვეყანაში ცხოვრებაზე ვოცნებობდით. გვჯეროდა, რომ ნორმალური ქვეყნები მართლაც არსებობდა. დღეს კი ვხედავთ, რომ ალბათ არ არსებობს. შეიძლება ჩვენ მსოფლიოს ბევრ სხვა ხალხზე უკეთ ვიყოთ მომზადებული ამ ტალღასთან დასაპირისპირებლად, რადგან უკვე გამოვლილი გვაქვს ერთი ტიპის წესრიგის კოლაფსი. მსოფლიო წესრიგის კოლაფსი დიდწილად მისი წარმატების შედეგია. სწორედ წარმატებაა უდიდესი პრობლემა. The collapse of global order comes mostly from success. The biggest problem is actually the success. The Soviet Union was buried by its own success. It was a poor საბჭოთა კავშირის თავისი წარმატების ქვეშ დაიმარხა. ბოლშევიკური რევოლუციის დასაწყისში ის ღარიბი, ძირითადად წერა-კითხვის უცუდინარი ხალხებით დასახლებული ქვეყანა იყო და შემდეგ გადაიქცა სუპერსახელმწიფოდ, რომელიც აცხადებდა, რომ მისი ღირებულებები გლობალური გახდებოდა. 1960-იან და 70-იან წლებში საბჭოთა კავშირი ამბობდა, რომ მის პოლიტიკას მეცნიერება განსაზღვრავდა და მართლაც მან კოსმოსში გაგზავნა ადამიანი. ამავე დროს ის მთელ მსოფლიოს და საკუთარ მოსახლეობასაც უმტკიცებდა, რომ გადაჭრილი ჰქონდა ნაციონალური საკითხი, რომ ერები ერთმანეთს ერწყმოდა. მოსახლეობას ცხოვრების დონის გაუმჯობესებაზეც პირდებოდა. ხალხი ელოდა სამომხმარებლო პირობების, განათლების დონის გაუმჯობესებას და მეორე მსოფლიო ომის შემდეგ მართლაც შეინიშნებოდა მნიშვნელოვანი წინსვლა. improvements made in the period after Second World War. რის თქმა გსურთ, რომ პარალელებს ხედავთ საბჭოთა ისტორიასა და დასავლეთის ქვეყნების ამჟამინდელ ვითარებას შორის? It's very well. The logic is similar at the level of people wanting more of the same. People want. ლოგიკა მსგავსია იმ თვალსაზრისით, რომ ხალხი ითხოვს უკვე არსებულს, ოღონდ მეც. ეს პროცესები არ არის მიმართული კაპიტალიზმის წინააღმდეგ. ისევე როგორც პირველ ეტაპზე პერესტროიკა არ იყო მიმართული სოციალიზმის წინააღმდეგ. ის ითხოვდა არსებულს, ოღონდ მეცსა და უკეთესს. დღევანდელობის პრობლემა ის არის, რომ მსოფლიოს გარშემო უკვე უამრავ ვინმე სურს ცხოვრობდეს განვითარებულ ქვეყანაში. მათ სურთ დემოკრატია, სურთ რომ დაცული იყოს ადამიანის უფლებები. ეს კი გულისხმობს კარგ სამუშაო ადგილებს, მათი შვილებისთვის განათლების მიცემას და ჯანდაცვას. მაგრამ პარალელურად ბოლო 30 წლის განმავლობაში მსხვილი ბიზნეს კომპანიები წარმოებისთვის იაფ ადგილებს ეძებდნენ. ერთი ასეთი დიდი ადგილია ჩინეთი, სადაც გადაიტანეს კიდეც წარმოებათა უმეტესობა. შესაბამისად დავდექით ძალიან მასშტაბური კითხვის წინაშე, რა ემუქრება დღეს ყოფილი სამრეწველო ქვეყნების მოსახლეობას. ხალხი უკვე არსებულს ოღონდ უფრო მეც ითხოვსო ბრძანებთ. თუმცა საკითხავია მართლაც ასეა თუ არა. დასავლეთის ქვეყნებში შესაძლოა თვისებრივ ცვლილებებთან გქონდეს საქმე კულტურული ღირებულებებისა თუ იდეოლოგიური განზომილების თვალსაზრისით. კონსენსუსი ჯერ არ დანგრეულა, მაგრამ ტრანსფორმაცია აშკარაა. მსოფლიო რამდენიმე ათწლეულს ცხოვრობდა სწორხაზოვანი აღქმით, რომ ცივილიზაცია, ცივილურობა, ლიბერალიზმი, ადამიანის უფლებები ახასიათებდა დასავლეთის ქვეყნებს, ხოლო სხვაგან, სხვა რეგიონებში ვაწყდებოდით არქაულ ნაციონალისტურ ვნებებს, ძალადობას, ქაოსს. ახლა ვხედავთ, რომ დასავლეთის ქვეყნებში ძლიერდებიან პოპულისტი, მემარჯვენე, პოლიტიკური მეინსტრიმიდან წარსულში შორსმყოფი ფიგურები. Well, I think that we tend to have very short memory. We forgot that before Second World War, fascist movements were very popular in all Western countries. ადამიანს მეტად მოკლე მეხსიერება აქვს. ყველას დაგვავიწყდა, რომ მეორე მსოფლიო ომამდე ფაშისტური მოძრაობები დასავლეთის ყველა ქვეყანაში ძალიან პოპულარული იყო. არა მხოლოდ გერმანიაში, ავსტრიასა და იტალიაში. ფრანგი ფაშისტებიც არსებობდნენ და ბრიტანელი ფაშისტებიც. დაგვავიწყდა პირველი მსოფლიო ომი და ის, როგორი რადიკალური ნაციონალიზმი ახასიათებდა მაშინ ევროპის ყველა ქვეყანას.
ვივიწყებთ იმპერიალიზმის ისტორიასაც. ადამიანის უფლებები მაშინ ყველას არ ეხებოდა. ადამიანის უფლებები თეთრკანიანთათვის იყო. ჩვენი მეხსიერებიდან თითქოს განვდევნეთ კოლონიალიზმის ისტორია. ყველა ერთ ბედნიერ ოჯახში ვერთიანდებით, რაც თავისთავად საუცხოო მიზანია. მაგრამ ეს მიზანი თავის მხრივ ეფუძნებოდა რწმენას, რომ სამუშაო ადგილები ყველასთვის იარსებებდა. დავივიწყეთ დიდი დეპრესია, მასობრივი ეკონომიკური ვარდნა. აღარ გვახსოვს, რომ დასავლეთში უამრავი მოქალაქე ცხოვრობდა უკიდურეს სიღარიბეში. კარგი იქნებოდა დროდადრო იტალიური ნეორეალიზმის ფილმებს უყურებდეთ. როგორ ცხოვრობდნენ იტალიელები, როგორ გამოიყურებოდა მათი სამზარეულოები და ბინები 1950-იან წლებში. როცა ვამბობ ხალხს არსებული ოღონდ მეტი უნდა მეთქი, ვგულისხმობ 60-იანსა და 70-იან წლებს, ომის შემდგომ მსოფლიოს, როცა მიზანმიმართულად განიდევნა ფაშიზმის ძალები, როცა მსოფლიო ბევრად უფრო დემოკრატიული, უფრო ეგალიტარული ხდებოდა. ადამიანები თანასწორნი იყვნენ, ოპტიმისტურად იყვნენ განწყობილი. სწამდათ, რომ ხვალინდელი დღე დღევანდელზე უკეთესი იქნებოდა. იცით 60-იანსა და 70-იან წლებში რამდენმა შეაღო პირველად უნივერსიტეტის კარი. ხალხს მაშინ სჯეროდა, რომ მათი შვილები უფრო დიდხანს იცოცხლებდნენ. და ეს ასეც იყო. მედიცინა უზარმაზარი ნაბიჯებით მიიწევდა წინ. სიცოცხლეს აზრი ჰქონდა. ხალხი ცხოვრებაში პირველად იღებდა შვებულებას. მეორე მსოფლიო ომამდე ეს ხომ მხოლოდ მდიდრების პრივილეგია იყო. გაიხსენეთ აგატა კრისტის რომანები. ხმელთაშუაზღვისპირეთში მხოლოდ მდიდრები ისვენებენ. მაგრამ კაცობრიობის ისტორიაში პირველად 60-იანსა და 70-იან წლებში წელიწადში ერთი თვით შვებულების აღება უცებ ნორმად იქცა ასეულობით მილიონი ადამიანისთვის, როგორც დასავლეთში, ისე საბჭოთა კავშირში. ხალხმა დაიწყო ჩასვლა შავი ზღვის სანაპიროზე, კურორტებზე და ამას ყველა მიეჩვია. ჩემი აზრით, სწორედ ეს იწვევს დღევანდელ ინტენსიურ ბრასსა და გაწმილებას ყველგან. რა მოსდის ყოფილ სამრეწველო რეგიონებს დიდ ბრიტანეთში? რა ხდება შეერთებული შტატების ჟანგის სარტყელში? დიახ, არსებობს ასეთი საშინელი ცნება, ჟანგის სარტყელი. თუ გინახავთ, რას გავს დღეს დეტროიტი? არადა ეს ქალაქი ამერიკის საავტომობილო მრეწველობის სამშობლოა. Have you ever seen Detroit, what it looks like today? And this is the home of American automobile industry. And yet the situation is very different now than it was in the 20th century, where there were rival projects of modernity. There was liberal democracy. და მაინც სიტუაცია ახლა ძალიან განსხვავებულია თუნდაც მე-20 საუკუნის ვითარებისგან, როცა ერთმანეთს ეპაექრებოდა მოდერნულობის რამდენიმე პროექტი. იყო ლიბერალური დემოკრატია, იყო საბჭოთა კავშირი და ამავე დროს იყო ინტერვენცია ფაშიზმის სახით. ახლა მკაფიო ალტერნატივა არ ჩანს არსებული სისტემის კრიტიკა, თუნდაც რადიკალური, მაინც შიგნიდან ხდება. ითხოვს სისტემის რეფორმას და არა რაიმე ალტერნატივით მის შეცვლას. სხვა ავტორიტეტი ამ კვლევრებთან, მათ შორის იმანუელ ვოლერსტაინთან ერთად, თქვენ ბრძანდებით ავტორი წიგნისა აქვს თუ არა კაპიტალიზმს მომავალი. მართლაც რას შეიძლება ველოდეთ მომავალში? შეიძლება იმის დაშვება, თუნდაც თეორიულად, რომ კაპიტალისტური წესრიგის კოლაფსიც შესაძლებელია, როგორც ეს საბჭოთა წესრიგსა და სხვა მსხვილ ფორმაციებს დაემართა. Soviet Union and with other major formations in history, can we expect on such a scale? Well, the short answer is yes. We can. ამ კითხვის მოკლე პასუხია, დიახ, შეიძლება. იმედი მაქვს, რაიმე გაკვეთილი მაინც გამოვიტანეთ წინა კოლაფსებიდან. მადლობას გიხდით ამ წიგნის გახსენებისთვის. ის ამჟამად უკვე 17 ენაზეა ნათარგმნი. ძალიან საინტერესო გამოცდილებაა საკუთარი ტექსტის, უბრალოდ საკუთარი სახელის წაკითხვა ჩინურ ან რუმინულ ენებზე. ის წიგნი პუბლიცისტიკის ჟანრს არ ეკუთვნოდა. ის თეორიული განაცხადი იყო. ოღონდ ხელმისაწვდომი ფორმით. ჩვენ კაპიტალიზმის ჩვენეული გაგება გვაქვს. კაპიტალიზმი მოგებაზე დაფუძნებული სისტემაა და არა ქველმოქმედება. კაპიტალიზმს ადამიანი იმიტომ მიმართავს, რომ მას ფინანსური მოგება მოაქვს, სანამ მოაქვს. მაგრამ მოაქვს კი მას ეს მოგება ახლა, ან მოიტანს კი ყოველთვის. რა მოხდება თუ ბაზარზე შემოვა ჩინეთი თავისი 10,000 გლობალური კორპორაციით? რა მოხდება თუ 100 მილიონი განათლებული ინგლისურენოვანი ინდოელი, ექიმები, საინფორმაციო ტექნოლოგიების ექსპერტები ინტერნეტის მეშვეობით შევა კვალიფიციური მუშახელის გლობალურ ბაზარზე? ეს ასეც ხდება, ისინი უკვე იქ არიან. რა ემუქრება ასეთ ვითარებაში ხელფასებს ყველასთვის? და კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი საკითხია ახალი ტექნოლოგიების განვითარება, რობოტების მოზღვავება. ჩვენ თვალწინ ქრება პროფესიები, მათ ანაცვლებს ტექნიკა, ინტერნეტი. And new technologies. Yes, before our eyes, what's happening is the extinction of whole professions. ანუ თუ სწორად გაგიგეთ, მივიღებთ სხვა სახის, შეცვლილ კაპიტალიზმს და არა სრულიად სხვა წესრიგს. Well, let's put it this way, that book you mentioned, Does Capitalism Have a Future, has 5 authors. წიგნს, რომელიც თქვენ ახსენეთ, აქვს თუ არა კაპიტალიზმს მომავალი, 5 ავტორი ყავს.
ორი მათგანი, მაიკლ მენი და კრეიგ კალჰუნი, ფიქრობენ, რომ ჯერ კიდევ შესაძლებელია რაიმე ტიპის სოციალ-დემოკრატიული ცვლილება, სიმდიდრის გადანაწილება კაპიტალიზმის ფარგლებში. ორნი, რენდალ კოლინსი და იმანუელ უოლერსტაინი, ეჭვს გამოთქვამენ კაპიტალიზმის გადარჩენის შესაძლებლობის მიმართ. მე ნეიტრალური პოზიცია მაქვს ამ წიგნში და მხოლოდ საბჭოთა კავშირის დაშლის შესახებ ვწერ. ჩემი აზრით, ესეც საკმარისია. ავხსნათ მაინც რას წარმოადგენდა საბჭოთა კავშირი და უვნებლად რატომ გადაურჩა მაგალითად ჩინეთი კომუნიზმის კოლაფსს. იმანუელ უოლერსტაინმა და რენდალ კოლინსმა 70-იან წლებში საბჭოთა კავშირის დასასრული წინასწარმეტყველეს და ჩემთვის სწორედ ეს გარემოებაა ყველაზე დამაფიქრებელი. იმ პერიოდში ორივე საშინლად დასცინეს. ცნობილი ამბავია, 1980 წელს რენდალ კოლინსმა სოვეტოლოგების კონფერენციის მონაწილეებს მიმართა სიტყვებით, რომ ისინი საბჭოთა კავშირის გაქრობას მოესწრებოდნენ, რომ ეს უახლოესი 20-25 წლის განმავლობაში მოხდებოდა. ამაზე მაშინ ბევრი იქილიკეს. 1980 წელს ყველა შიშობდა, რომ საბჭოთა კავშირი ავღანეთში ომს მოიგებდა, რომ საბჭოთა კავშირს შეერთებულ შტატებზე მეტი ბირთვული ქობინა ჰქონდა. შეერთებულ შტატებში იმ დროს ეკონომიკური კრიზისი იყო. ქვეყანა ჯერაც გრძნობდა ვიეტნამში მარცხის შედეგებს. სწორედ ამიტომ აღვიქვამ მე იმანუელ უოლერსტაინსა და რენდალ კოლინსს ასე სერიოზულად. მათ გამოთქმული აქვთ პროგნოზი, რომლითაც თავის დროზე არავის სჯეროდა. შემდეგ კი გამართლდა. და ეს პროგნოზი თეორიას ემყარება. ხსნით, როგორ ხდება მოვლენები, როგორ და რატომ გადავდივართ ერთი მდგომარეობიდან მეორეში. ეს არ არის წინასწარმეტყველება ან განცხადება კომუნიზმი იმიტომ დაინგრევა, რომ ის ცუდიაო. საქმე გვაქვს იმის განმარტებასთან, რატომ შეიძლებოდა კომუნისტური სისტემა დანგრეულიყო მოცემულ კერძო მომენტში. იგივე ხდება ახლა კაპიტალიზმთან მიმართებითაც. ჩვენ ეჭვი გვეპარება, რომ მოგების მიღების ლოგიკით, როცა მოგებიდან ფული ყველამ უნდა გაინაწილოს, განვითარებულ ქვეყნებში განათლებული მოსახლეობის შენარჩუნება კვლავაც შესაძლებელი იქნება. To sustain educated population in developed countries. იმანუელ უოლერსტაინმა თავის დროზე მეტად რადიკალური განაცხადი გააკეთა განვითარების სწორხაზოვანი თეორიის წინააღმდეგ. ოპტიმისტური მოსაზრებისა, რომ ღარიბი ქვეყნები დაეწეოდნენ დასავლეთის ქვეყნებს ან გაიმეორებდნენ განვითარების იმ საფეხურებს, რომლებიც დასავლეთმა გაიარა. უოლერსტაინმა ეს მოსაზრება შეარყია თავისი მონუმენტური მსოფლიო სისტემების ანალიზით და სამი საფეხურისგან შემდგარი იერარქიით, მსოფლიოს ბირთვით, პერიფერიითა და ნახევრად პერიფერიით. უოლერსტაინის თეორიის თანახმად ბირთვში შემავალი დომინანტური ქვეყნები პერიფერიული ქვეყნებიდან მუშახელსა და ნედლეულს მოიპოვებდნენ. პერიფერიული ქვეყნები კი ამ დომინანტურ ქვეყნებზე კაპიტალის თვალსაზრისით იყვნენ დამოკიდებული და მათი მრეწველობა განუვითარებელი რჩებოდა. შესაბამისად გამოიკვეთა ეკონომიკების ურთიერთდამოკიდებულების ფაქტორი, რომ კონკრეტული ქვეყნებისა თუ რეგიონების სიღარიბე სხვა ქვეყნების სიმდიდრე იწვევდა და პირიქით. თქვენს ალბათ ყველაზე ცნობილ წიგნში ბურდიეს ფარული თაყვანისმცემელი კავკასიაში საუბრობთ არაერთ პოსტსაბჭოთა ქვეყანაში გაჩენილ ახალ ინტელექტუალურ ელიტებზე, თავისუფალი ბაზრის ენთუზიასტებზე, რომლებიც რეიგანის, ტეტჩერის, ზოგჯერ პინოჩეტის თაყვანისმცემლებიც კი იყვნენ და ფიქრობდნენ, რომ სწორედ რადიკალური ნეოლიბერალური რეფორმები, შოკური თერაპია იყო სწორი გზა მათი ქვეყნების განვითარებისთვის. და მაინც რეალობამ სრულიად სხვა სურათი აჩვენა. პოსტსაბჭოთა ქვეყნების დიდი ნაწილი, იმ ქვეყნებისა, რომლებიც მანამდე მოდერნულობის თვალსაზრისით დასავლეთის მეტოქე, საბჭოთა პროექტის ნაწილი იყვნენ, ერთთავად გაღატაკდნენ და შესაძლოა ლათინური ამერიკის ქვეყნების ან სხვა პოსტკოლონიური სახელმწიფოების ბედი გაიმეორეს. რით შეიძლება ამის ახსნა? I'm very impressed with your knowledge. ძალიან მიხარია, რომ ამ მოსაზრებებს იცნობთ. ვისურვებდი მეც გქონდეს ეს წიგნები წაკითხული. ისინი საკამათო ტექსტებია, რადგან ჯერაც არსებობს ინტელექტუალური მეინსტრიმი. ბევრი ავტორიტეტიანი მეცნიერი ამბობს, მათ შორის არიან ეკონომიკის დარგში ნობელის პრემიის ლაურეატები, რომ საბოლოოდ ყველა ქვეყანა მიაღწევს განვითარებული კაპიტალისტური ქვეყნების დონეს. ეს ძალიან წააგავს საბჭოთა რწმენას და მომიტევეთ აქ რუსული ლოზუნგი უნდა ვიხმარო. Все придут к победе коммунистического труда. ბოლოს ყველა კომუნისტი იქნება. მე საკმაოდ ხანდაზმული ვარ საიმისოთ, რომ მახსოვდეს, როგორ მეუბნებოდნენ სამხედრო მეთაურები, ისტორიის კანონები ობიექტურია და ბოლოს თეთრი სახლის თავზე წითელი დრო შეიფრიალებსო. ამერიკა კომუნისტური სახელმწიფო გახდებაო. ამის ჯეროდათ. პერესტროიკის დროს 1980-იან წლებში ყველაფერი თავდაყირა დადგა. თეთრიდან გადავედით პირდაპირ შავზე, ან პირიქით. სხვა ფერი არ არსებობდა. ინტელიგენციის ბევრი წარმომადგენელი უკიდურეს რადიკალიზმში გადავარდა. რევოლუციურ ვითარებაში ეს ლოგიკური და მოსალოდნელიცაა. 1989 წელი კი სწორედაც რევოლუციური იყო. აღმოსავლეთ ევროპაში ხალხმა დაამხო არსებული ბიუროკრატიული წესრიგი. თქვენ პროლეტარიატის ინტერნაციონალზე ლაპარაკობდით. ჩვენ კი ულტრარადიკალი ნაციონალისტები გავხდებით. თქვენ საგეგმო ეკონომიკაზე ლაპარაკობდით, ჩვენ ბაზრის ენთუზიასტებად ვიქცევით. თან არა სოციალ-დემოკრატიულ ჭრილში, არამედ უკიდურესობამდე.
თეჩერამდე და ზოგჯერ მართლაც პინოჩეტამდე. მაშინ ვხუმრობდით, ეს იგივეა ადამიანს თხილამურებით სრიალს ასწავლიდე და თან ეუბნებოდე, ამ საქმეში მთავარია ცნობილი ფირმის დამზადებული სათვალე გეკეთოსო. ნაცვლად იმისა, რომ ეკითხებოდე, თქვენს ქვეყანაში თოვლი თუ გაქვთო. Thatcher and Pinochet. The problem with that was that, as we used to joke, telling people how to ski on mountain skis by telling them the most important thing is to have the goggles of the good firm. კიდევ ერთხელ უნდა გავიმეოროთ, კაპიტალიზმი არ არის ქველმოქმედება. მისთვის მთავარია მოგება, ფულის კეთება. ფული კი კეთდება ბაზრებზე წილის ფლობით. ამ წილის ფლობა დამოკიდებულია არა მხოლოდ შენს უნარებზე, არამედ ძალაზეც, იმაზე, რამდენად მნიშვნელოვანია შენი ქვეყანა. როცა საბჭოთა კავშირი იშლებოდა, იტალიელი ეკონომისტი და ჩემი ერთ-ერთი მასწავლებელი ჯოვანი არიგი მეკითხებოდა ხოლმე, გეორგი გამაგებინე რას აკეთებს შევარდნაძე, რატომ მიდის ამდენ დათმობაზე დასავლეთის წინაშე აღმოსავლეთ გერმანიის საკითხშიო. ასე არ შეიძლება, საშიშები უნდა დარჩეთ, დასავლეთს თქვენი უნდა ეშინოდეს, თორემ არასოდეს მიგიწვევენ მდიდარი ქვეყნების კლუბშიო. რადგან ბაზარზე სივრცე უნდა დაგითმონ, ვიღაც სერიოზულად უნდა აღიქვამდეთო. გაიხსენეთ რა გაუკეთეს ამერიკელებმა გერმანელებს ომის შემდეგ. სტუდენტებს ხშირად ვეკითხები ხოლმე, შეერთებულ შტატებში როდისმე თუ გინახავთ პეჟოს ან რენოს მანქანები მეთქი. პასუხია არა. საფრანგეთის საავტომობილო მრეწველობა იქ არ არის წარმოდგენილი, რადგან მეორე მსოფლიო ომის შემდეგ საფრანგეთი უმნიშვნელო იყო. მაგრამ აბა თუ იცით რა იყო გერმანული პორშეს ყველაზე ცნობილი მოდელი 1945 წლამდე. ეს იყო ტანკი სახელად ტიგერი, ანუ ვეფხვი. რას უშვებდა იაპონური მიცუბიში 1945 წლამდე. საგემბანო გამანადგურებელს სახელად მიცუბიში ზირო, რომელმაც პერლ ჰარბორი დაბომბა. როგორ მოხდა, რომ ყოფილი ფაშისტური სამხედრო სამრეწველო კომპლექსი ასე ფართოდაა წარმოდგენილი ამერიკის ბაზარზე? ეს იყო ბრძნული გადაწყვეტილება, ყოფილი მტრის ინტეგრაცია. როცა საბჭოთა კავშირი დაიშალა, ყოფილი მტრის ინტეგრაციის საჭიროება აღარ იყო. ყოველ შემთხვევაში დიდი მასშტაბით. აღარ არსებობდა საფრთხე. შეიძლება ცინიკურად ჟღერს, როცა ამას ვამბობ, მაგრამ კაპიტალიზმი სუსტი გულის პატრონთა საქმე არ არის. When the Soviet Union collapsed, there was no need to integrate former enemy, or not to such an extent, because first of all, the threat had disappeared. So I'm sorry to sound too cynical about it, but capitalism is not for faint-hearted. არის ერთი სხვა ფაქტორიც. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ დასავლეთი ჯერ კიდევ შედარებით ღარიბი იყო. გერმანელები, იტალიელები, იაპონელები დაბალ ჯამაგირზე მუშაობდნენ. და ამდენად განვითარებისთვის სივრცე დიდი იყო ომის შემდგომ პერიოდში. 80-იან წლებში ჩვენს რეგიონში, აღმოსავლეთ ევროპაში, ხალხი ლამის მყისიერად ელოდა განვითარებული ქვეყნების მოქალაქეთა მსგავს შემოსავლებს. უცებ ყველას დაგვავიწყდა, როგორ ცხოვრობდნენ ჩვენი წინაპრები, გლეხები, ჩვენამდე ერთი ან ორი თაობით ადრე. In the core. And this is actually a big achievement, because we forgot how our ancestors, who were peasants, lived a generation or two generations before us. As a scholar of the Soviet Union who is working in Western, როგორც საბჭოთა და პოსტსაბჭოთა რეალობის მკვლევარი, რომელიც დასავლეთის აკადემიურ სისტემაში მუშაობს. როგორ ფიქრობთ, ამ რეგიონის ხალხმა, მათ ვინც გამოიარა რუსეთის დომინაცია, ექნებოდა ეს იმპერიის პერიოდის, საბჭოეთისა თუ დღევანდელი რუსეთის ნეოიმპერიალისტური მისწრაფებების პირობებში. ხელიდან ხომ არ გაუშვა შესაძლებლობა თავიანთ გამოცდილებაზე მოეთხოვ მსოფლიოსთვის. როგორც ეს გააკეთეს სამხრეთ აზიის, ლათინური ამერიკის, ახლო აღმოსავლეთის ინტელექტუალებმა, რომლებმაც დასავლეთის აკადემიურ წრეებში მთელი თეორიული მიმდინარეობების შექმნეს, მათ შორის პოსტკოლონიური თეორია. მსოფლიოს მოუთხრეს თავიანთი დავიწყებული ისტორიის, ევროპის ერების დომინაციის ქვეშ მიღებული კოლონიური გამოცდილების შესახებ. მსგავსი არაფერი მომხდარა ჩვენს რეგიონში. თუ შეიძლება ამას ასე ვუწოდოთ. არის თუ არა ეს პრობლემა თქვენი აზრით? Nothing of the kind has happened to our region, if we could call it like that. So do you see it as a problem? I think it's something to be expected again, because we fell victim to our own success. ეს მოსალოდნელი იყო, ჩვენივე წარმატების მსხვერპლად ვიქეცით. მეტისმეტად განვითარებული ვიყავით და ვერც კი დაუშვებდით, რომ რაიმე სწავლა შეგვეძლო ინდოეთისგან და სხვა ქვეყნებისგან, ყავისფერკანიანებისგან. მეორე დიდი პრობლემაა ის, რომ ჩვენი ოფიციალური იდეოლოგია მარქსიზმი იყო. 70-იან 80-იან წლებში აღმოსავლეთ ევროპაში ინტელექტუალებს უნდოდათ მაქსიმალურად მოშორებოდნენ ისეთ ცნებებს, როგორიცაა სოციალური კლასი, ან კერძო საკუთრების, სახელმწიფოს, ოჯახის საწყისები. დიახ, ჰქონდა უაღრესად დახვეწილი ხელოვნება, მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო კინემატოგრაფი, გვყავდა დიდებული ფილოსოფოსები. მაგრამ იმის გამო, რომ პოლიტიკური ეკონომიის შესწავლა არ გვსურდა,
ძალიან მოუმზადებლები აღმოჩნდით რეალობის პირისპირ. We had great philosophers, but because we did not want to study political economy, we were very unprepared to what was coming upon us. But do you think these So we frameworks stopped are studying. readily applicable to our experiences or countries in our region? Do you think? ზოგადად თქვენი აზრით, რამდენად შეიძლება პარალელების გავლება სხვა ქვეყნების კოლონიურ გამოცდილებასა და რუსეთის დომინაციას შორის? შეგვიძლია უკვე არსებული თეორიების გამოყენება თუ ახალი ჩარჩოებია მოსაფიქრებელი? And the European and the experiences these countries have gone through. I think there is a very significant difference, simply because, well, who ruled the Soviet Union for most of its history? ვფიქრობ, აქ არის ერთი ძალიან მნიშვნელოვანი განსხვავება. გაიხსენეთ, ვინ მართავდა საბჭოთა კავშირს მისი ისტორიის დიდ ნაწილში. ბევრი რუსი გახსენდებათ? ეს იყო განსაკუთრებული ყაიდის იმპერია. ვერ წარმომიდგენია, მაგალითად, გორელი სტალინი ბრიტანეთის იმპერიის დიქტატორი გამხდარიყო. ან ვინმე ინდოელი, ან თქვათ ნიგერიელი გამხდარიყო ბრიტანეთის მეფე, ან პრემიერ-მინისტრი. საბჭოთა კავშირი კოლონიური ძალა არ ყოფილა. ის იყო რევოლუციური იმპერია. თუ მაინც გვინდა რაიმეს შევადაროთ, მასთან ყველაზე ახლოს ალბათ იაპონიის იმპერიაა და ის, რაც იაპონელებმა კოლონიზაციის პერიოდში კორეასა და ტაივანში გააკეთეს. ისინი დიდი ომისთვის ემზადებოდნენ და მოსახლეობას, მათ შორის იაპონელებს, წვრთნიდნენ. ეს იყო კოლონიალიზმის ძალიან მძიმე ფორმა. თავად იაპონელებისთვისაც კი. იქ მრეწველობებს აშენებდნენ. They trained the population just like Japanese population. It was very harsh kind of colonialism, but they were very harsh to Japanese themselves. They were building industries there. In one of the central questions that you're ერთ-ერთი მთავარი კითხვა, რომელსაც თქვენს ნაშრომებში სვამთ, ის არის თუ რატომ მიიღო ასეთი განსხვავებული ფორმა პოსტ-საბჭოთა პერიოდმა სხვადასხვა რეგიონში, ბალტიისპირეთის ქვეყნებში, რომლებიც მალევე გადაიქცნენ ლიბერალურ დემოკრატიებად, კავკასიაში, რომელიც ეთნიკურმა ნაციონალიზმმა და ძალადობამ მოიცვა, საქართველოს ეს მწარედ იწვნია, თქვენ წერთ ჩრდილოეთ კავკასიაზეც, ყარაბაღზეც და შუა აზიაში, სადაც ფაქტობრივად ბევრი არაფერი შეცვლილა და კომუნისტური პარტიის ნომენკლატურამ დიდწილად შეინარჩუნა ძალაუფლება. როგორ ფიქრობთ, რამდენად შეიძლება ამ კითხვას უპასუხოთ ისე, რომ არ მოვექცეთ ეროვნული ხასიათების, სტერეოტიპების მახეში? ცივილიზებული ბალტიისპირელები, აფექტური და ქაოსური კავკასიელები, მორჩილი, აღმოსავლელი შუააზიელები. national character, like I know, stereotypes of civilized Baltic states and hot-headed Caucasians and obedient Eastern Central Asians? Well, thank you so much. I've been struggling with these questions for much of my own life. დიდი მადლობა ამ კითხვისთვის. მართლაც დიდი ხანია ამაზე ვმუშაობ. ჩემს წიგნს ვიწყებ პირადი მოგონებით. დაახლოებით 10 წლის ვიქნებოდი, ესაა ასაკი, როცა ბიჭები ერთმანეთს სერიოზულ დაპირებებს აძლევენ ხოლმე, ფიცდებენ. ჩემი ერთ-ერთი უახლოესი მეგობარი იყო ჩერქეზი ბიჭი. საუკეთესო მოსწავლე არ ყოფილა, მაგრამ ჩვენი ჩემპიონი იყო ჭიდაობაში. ერთხელაც მოვიდა და მითხრა: გიორგი, თუ ვინმემ გაწყენინა, შარში ნუ გაებმები. ჩხუბი არ დაუწყო. მოდი მითხარი და მას მე მოუვლიო. ასლან, შენ რატომ მეთქი ვკითხე? მიპასუხა: შენ სომეხი ხარ, თქვენ გონიერიერი ხართ. გაიზრდები და ტიგრან პეტროსიანივით დიდოსტატი გამოხვალ. მე კი ჩერქეზი ვარ, მებრძოლიერიდან გავიზრდები და მკლავჭიდში გავხდები ჩემპიონიო. Grossmeister like Tigran Petrosyan. I'm Cherkess. I am fighting nation. When I grow up, I will become world champion in arm wrestling. ანუ ამბობთ, რომ ამ პროცესებში სწორედ ეროვნული ხასიათი იყო მნიშვნელოვანი. Then the question is, what is it in the national character? I'm a materialist. კითხვა ასე უნდა დავსვათ. კერძოდ რასთან გვაქვს საქმე ამ ეროვნულ ხასიათში? მე მატერიალისტი ვარ ამ თვალსაზრისით. სულების არ მწამს. ვფიქრობ, ეროვნულ ხასიათში არის რაღაც, რაც ადამიანს გარკვეული ქცევისკენ უბიძგებს. და კიდევ ამ პროცესებში გასარკვევად ძალიან მნიშვნელოვანია სოციალური სტრუქტურის გააზრება. მაგალითად, საქართველოსთან მიმართებით საყურადღებო ფაქტია ის, რომ რუსეთის იმპერიის კოლაფსამდე საქართველოს მოსახლეობის თითქმის 7% დიდგვაროვანი იყო. ეს ძალიან ბევრია. საქართველოს მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დიდგვაროვანი საზოგადოება ყავს. ეს ვითარება შეგვიძლია პოლონეთისას შევადაროთ. იქ 10% იყო დიდგვაროვანი. ბრიტანეთში ეს მონაცემი 9%-ზე ნაკლებს შეადგენდა. რევოლუციამდელ საფრანგეთში დაახლოებით 1.9%. საქართველოში კი 7%. 1897 წელს ტიფლისის მოსახლეობაში 17% იყო დიდგვაროვანი. ეს წარმოუდგენელი ამბავია. თან არ უნდა დაგვავიწყდეს უმთავრესი რამ, გეოპოლიტიკა. ლიტვის დედაქალაქი ვილნიუსი ლიტვის ქალაქად სტალინისა და საბჭოთა კავშირის პირობებში იქცა, მაგრამ საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ამას პოლონეთთან ომი არ გამოუწვევია. რატომ?
ჩემი აზრით, იმიტომ რომ ევროკავშირი იყო შეშფოთებული. ეს მის საზღვრებთან ახლოს ხდებოდა და იუგოსლავიის შემდეგ ძალიან დიდი იყო მსგავსი პროცესების განმეორების შიში. საქართველოში რატომ წავიდა საქმე საპირისპირო მიმართულებით? იმიტომ რომ ევროკავშირი ყველაფერს ვერ გასწვდებოდა. პოსტკომუნისტური გარდამავალი ეტაპის წარმატების უმთავრესი გამსაზღვრელი სწორედ ევროკავშირის რომელიმე ქვეყანასთან გეოგრაფიული საზღვრის ქონა იყო. Of success of post-communist transition is the country having common border with another country of European Union. But you're That's also all. writing It's a very lot simple. about intellectuals, dissident intellectuals in Georgia and in თქვენ ამ ქვეყნების ინტელექტუალებზეც წერთ, მათი ცხოვრების ძალიან განსხვავებულ ფაზებზე. აღწერთ ხალხს, ვინც თავის დროზე შესაძლოა კომკავშირის აქტივისტიც ყოფილიყო. შემდეგ მეცნიერი გახდა და ბოლოს რადიკალ ნაციონალისტად ან იქნებ პოლიტიკურ ლიდერადაც ჩამოყალიბდა. მაინც რატომ მოიცვა კავკასია ეთნიკურმა ნაციონალიზმმა და ძალადობამ? რატომ იყვნენ ინტელექტუალები ერთმანეთისგან ასე განსხვავებული, ვთქვათ, აღმოსავლეთ ევროპაში, ბალტიისპირეთსა და საქართველოში? and ethnic violence? Why is it that there are such different intellectual elites inside the Baltic countries and Georgia? If you read my book, it starts from exactly the same question. თუ ჩემს წიგნს წაიკითხავთ, ის სწორედ ამ კითხვით იწყება. უმნიშვნელოვანესი ფრანგი სოციოლოგის პიერ ბურდიეს ფარული თაყვანისმცემელი, ჩემი წიგნის პერსონაჟი, არის ყაბარდოელი კაცი, იური მუჰამედოვიჩ შანიბოვი, რომელსაც უნდა ჩრდილოკავკასიელები კონფედერაციაში გააერთიანოს და ჩრდილოკავკასიელი მოხალისეების ლიდერიცაა აფხაზეთის სეპარატისტულ ომში. სვამ კითხვას, როგორ მოხდა, რომ ეს კაცი, რომლის ბიოგრაფია ძალიან გავს ვაცლავ ჰაველისას ან ბალტიისპირელი ინტელექტუალებისას, სულ სხვა გზით წავიდა. რატომ რჩება ის პროვინციულ ფიგურად? ჩემი წიგნი თითქმის 600 გვერდიანია. ის ინგლისურად გამოვიდა. რუსული ვერსია უფასოდ დევს ინტერნეტში. თუ დაგაინტერესებთ, წაიკითხეთ. მე აქედან მოგება არ მაქვს. ტექსტი საჯარო სივრცეშია. მოკლედ რომ გიპასუხოთ, ეს რეგიონი არავის ადარდებდა დასავლეთში. ის მეტისმეტად ეგზოტიკურად აღიქმებოდა და მეტისმეტად შორს იყო. მათრახისა და თაფლაკვერის პრინციპი იქ დიდად არ მოქმედებდა. კარგად თუ მოიქცევით, თქვენი ინტეგრირება მალე მოხდებაო. როგორც ეს უნგრელებს ან პოლონელებს უთხრეს. სამწუხაროდ კავკასიაში არავითარი მსგავსი დაპირება არ მიგვიღია. ამავე დროს ჩვენ ყველას მეტისმეტად დიდი წარმოდგენა გვქონდა საკუთარ თავსა და მომავალზე. შესაძლოა საქართველოზე ჩემი სტატიაც წაკითხული გქონდეთ. იქ ვიხსენებ ჩემი ცხოვრების ერთ მტკივნეულ ეპიზოდს. პერესტროიკის პერიოდში ერთ ჩემს ქართველ მეგობართან ერთად ვიყავი, რომელმაც მითხრა, ეს ღვინის ბოთლი ახლა რომ სვამთ. საბჭოთა რუბლებზე რომ არ იყიდებოდეს და $5 ღირდეს, ახლა სულ სხვა ქვეყანა ვიქნებოდითო. უპასუხე, რა თქმა უნდა, ქართული ღვინო საოცარია, შესანიშნავია, მაგრამ იმ ბაზარზე არის ფრანგული ღვინოები, ჩილეში, სამხრეთ აფრიკაში, ავსტრალიაში წარმოებული ღვინოები მეთქი. ქართულმა მეგობარმა ჭიქა მაგიდაზე დადგა და მითხრა, იმპერიული მენტალიტეტი გაქვსო. და მას მერე ერთმანეთთან აღარც გვილაპარაკია. ჩვენ ველოდით მყისიერ ინტეგრაციას, ძალიან დიდი წარმოდგენა გქონდა საკუთარ თავზე. ვბრაზობდით მოსკოვზე, რომელიც ჩვენს წინსვლას აფერხებდა. ვბრაზობდით ერთმანეთზე. ვცდილობდით ერთმანეთისთვის დაგვემტკიცებინა, რომ ჩვენი ადგილი დასავლეთის ყველაზე განვითარებულ ქვეყნებს შორის იყო. სინამდვილეში კი ჩვენი მდგომარეობა სამხრეთ ამერიკისას ემსგავსებოდა. We belong in the most advanced core countries of the world, while in fact we were going to South America. It's a very tricky question and maybe a little bit even untactful, but I want to ask you, as an ეს საფრთხილო კითხვაა, შესაძლოა ცოტა უტაქტოც, მაგრამ მაინც მინდა დაგისვათ. როგორც წარმოშობით სომეხი ისტორიკოსი, რომელიც საქართველოზე წერთ, იმ ფონზე, როცა ამ ორ კულტურას შორის მეტოქეობაც შეინიშნება. ბევრი ამის აღსაწერად ფსიქოლოგიურ ტერმინსაც კი ხმარობს, მცირე სხვაობების ნარცისიზმს. ქართველ მკითხველს მიკერძოებულობაში თუ დაუდანაშაულები ხართ. მით უმეტეს, როცა აფხაზეთის ომში სეპარატისტთა მხარეს მებრძოლ ჩრდილოკავკასიელებზე წერდით. პირდაპირ კითხავთ, სომეხ ანალიტიკოსს, რომელიც საქართველოზე წერს, რაიმე დამატებითი სირთულე ხომ არ ექმნება? and writing about Georgia, if I might ask you directly. No, actually, well, I get one. არა, დროდადრო მართლაც ვიღებ ძალიან ცუდ იმეილებს, მაგრამ ისინი ძირითადად სომხებისგანაა. პირიქით ამ გამოცდილებით კმაყოფილი ვარ, რადგან ამ წიგნისთვის ჩემთვის მადლობა უთქვამს როგორც ქართველ, ისე აფხაზ მკითხველს. კარგია, რომ ვიღაცა ამ ყველაფერს გარედან, დისტანციიდან შეხედაო. ჩემს ტექსტებში ვცდილობ ძალიან ფრთხილი ვიყო, მაგრამ არა იმ თვალსაზრისით, რომ ყველას პოზიციას ვხსნიდე და ყველას ვეუბნებოდე თქვენი სიმართლე ყველას გაქვთ მეთქი. ვცდილობ აუხსნა, რატომ მოხდა ეს ყველაფერი. მე სოციოლოგი ვარ და ჩვენი შეკითხვაა რატომ. რამდენი ეკონომისტების კვლევის საგანია, როდის და ვინ ისტორიკოსთა კვლევის სფეროები. ჩვენ ვიკვლევთ იმას, თუ რატომ მოხდა ის, რაც მოხდა.
When you're writing about ethnic conflict, you automatically have to deal თუმცა როცა ეთნიკურ კონფლიქტებსა და ომებზე წერთ, თავისთავად გიწევთ ურთიერთობა, დროის გატარება, ინტერვიუს აღება ადამიანებისგან, ვისაც თავად მიუღია მონაწილეობა ძალადობრივ აქტებში, სისასტიკეში, დანაშაულში. ამას ვერ აცდებით. ეთნიკური კონფლიქტი ეთნიკურ ძალადობას და ზოგჯერ ეთნიკურ წმენდასაც ნიშნავს. რას აკეთებთ ასეთ დროს, როგორც მკვლევარი? როცა ადამიანი გიყვებათ მის მიერ ჩადენილი საზარელი აქტების შესახებ. რამდენად შესაძლებელია მორალის განზე გაწევა, დისტანციის შენარჩუნება, მოვლენების მშრალად აღწერა. of your description. Well, I have no answer. It's impossible. Let's put it this way. I haven't been to Chechnya. პასუხი არ მაქვს. ეს შეუძლებელია. მრავალი წელია არ ჩავსულ ვარ ჩეჩნეთში, რადგან ვერ ვუყურებ იქ და სამეზობლოში შექმნილ ვითარებას. როცა 90-იან წლებში ვწერდი ეთნიკურ კონფლიქტებზე, ვცდილობდი დისტანცია შემენარჩუნებინა. ვფიქრობდი, რომ ამას ჩემი შვილების თაობისთვის ვაკეთებდი, რომ მომავალი თაობა ამ პროცესებს ვერ გაიგებს, თუ ისინი ჩვენ თვითონ არ გვესმის მეთქი. ინტერვიუები ეთნიკური ომების უშუალო მონაწილეებისგანაც ამიღია და ზოგჯერ ისინი აქეთ მისვამდნენ კითხვას: ხომ ხარ პროფესორი? ხო და გითხარი რა დაგვემართაო? ნორმალურად კარგად ცხოვრობდით და უცებ რაღაც მოხდა, ხალხი ჭკუიდან შეიშალაო. ზოგჯერ ლამის ფსიქოთერაპევტის როლის შესრულებაც მიწევდა. It was good. Something happened. People went crazy at some point. And I tried to explain this, finding myself working almost as a psychotherapist. ეს მეტად მძიმეა, ძალიან მტრგუნავს. ბრდელი არ ვარ აღსარებას რომ ვიბარებდე. ვცდილობ სოციოლოგის ფუნქცია შევასრულო და რამდენადაც შემიძლია ავხსნა რა მოხდა. იმედი მაქვს ეს ვიღაცას გამოადგება, მაგრამ ძალიან გულწრფელად რომ გითხრათ, ამგვარ სამუშაოს უკვე აღარ ვატარებ. ამდენს ვეღარ გავუწელი. იმ ტიპის სამუშაო მორჩა. ახლა მხოლოდ თეორიაში მუშაობ. Frankly, you see, I don't do this kind of research any longer because there is so much I can bear myself. I So see. there is an end, I do theory now. დიდი მადლობა. Very much for finding time and being on our პირიქით, ქართულ ტელევიზიაში სტუმრობაზე რამდენიმე წლის წინ ვერც კი ვიოცნებებდი. დიდი მადლობა, ეს ჩემთვის პატივია. ძალიან მნიშვნელოვანია ველაპარაკოთ ერთმანეთს. To each other. Absolutely. ნამდვილად. დიდი მადლობა. გეორგი დარლუგიანი იყო ჩვენი სტუმარი, სოციოლოგი, პუბლიცისტი, გლობალიზაციის მკვლევარი. თქვენ უყურებდით გადაცემა ინტერვიუს, რომელიც რადიო თავისუფლების და საზოგადოებრივი მაუწყებლის ერთობლივი პროექტია. ამ გადაცემის ხილვა შესაძლებელია რადიო თავისუფლების და საზოგადოებრივი მაუწყებლის ვებსაიტებზე. დიდი მადლობა ყურადღებისთვის. ერთმანეთს მომავალ ხუთშაბათს შევხვდებით.